შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შეკრებილები დაულოცა და მათ სიტყვით მიმართა. თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონებო და ბატონებო. მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთისნებით. საოცარია, რომ პირველად შეიძლება ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ავტოკეფალია ეს არის დიდი მონოპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმერს. და მე-5 საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ მადლობთ უფალს. ჩვენ დღეს თავკეთს ვიხრით დიდი მამების წინაშე, კირიონის, ლეონიდეს, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე კეთს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის წელს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ დღისადმი. მე მინდა ხატი გადავსცე პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლის. ხვალ სვეტიცხოველში დილის 10 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა, ვისაც გაქვთ საშუალება მოგზავნით. ჩვენთან არს ღმერთი.